ხალხი ფიქრობს, რომ ფულს აკონტროლებს, თუმცა ხშირად ეს პირიქით ხდება. ეს არის გადაცემა არჩევენ თუ არადანი, მე ვარ თემო და მინდა გაგაცნოთ ძალიან მაგარი სიახლე. დავიწყოთ ჩვენი გადაცემების ციკლი, სადაც ვისაუბრებთ სხვადასხვა პროფესიის შესახებ და არა მარტო. ამასთანავე აიონს აქვს ახალი საიტი და ლიდერბორდი, სადაც შეგიძლიათ დააგროვოთ აიონის ქულები, ანუ მუხტები და მოიგოთ სეზონის ბოლოს სხვადასხვა პრიზი. ლიდერბორდი ყოველი გადაცემის შემდეგ განახლდება და იაქტიურდება. მარტივი წესების გასაცნობა დაღწერას ჩაიხედეთ და მანამდე კი დავიწყოთ. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენი პირველი გადაცემის სტუმარი არის ეკონომისტი ბატონი იოსებ დემურაშვილი. გავიცნოთ, მივესალმოთ და ძალიან კარგ თემებზე ვისაუბრებთ. თქვენ საინტერესოებს გაიგებთ დღეს. მოგესალმებით მეგობრებო, თემო როგორ ხარ? მადლობა. მიხარია დღეს პირველი სტუმარი ვარ ამ გადაცემის და მოკლედ ბევრ წარმატებას გისურვებთ ამ პროექტს ყველას. აიხარეთ. მოკლედ მეგობრებო, გადავიდეთ იოსების გავლენ კარიერაზე და ვთხოვოთ თავის პროფესიიდან რაიმე ისეთი ნივთი გვაჩვენოს, რაც თავის სტუდენტობას, გავლენისას და ზოგადად კარიერას გაახსენებს. კარგი, მე ახლა თქვენ მოგიტანეთ ერთი ძალიან საინტერესო წიგნი. ეს ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს ეცნობა, განსაკუთრებით აბიტურიენტებს და საერთოდ ყველას. ხო და ეს არის მათემატიკა, ღვაბერიძის გამომცემლობა, ალგებრა. ეს არის ჩემი სტუდენტობის და არა მარტო სტუდენტობის, აბიტურიენტობის გავლილი წლები. მოკლედ ამას გადმოგცემ. მადლობთ. და შევინახოთ ამას. ალბათ მომავალ სტუმრებსაც, ვინც აგეყოლებათ, ძალიან ბევრ ადამიანს ექნება შეხება. აი, რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა ამ წიგნთან დაკავშირებით. ეს იყო საერთოდ ალგებრა მოვიტანე, მაგრამ გეომეტრია მერჩიუნა ყოველთვის. მაგრამ ალგებრა უფრო მეტად უკავშირდება ეკონომიკას ვიდრე გეომეტრია. ხო და ეს მახსენებს ყველა იმ გავლილ რაღაცა დღეს, არც ისე კარგად გასახსენებელ დღეს, რომელიც მათემატიკის მეცადინეობებზე გავიარე. საინტერესოა, არც ისე კარგად გასახსენებელს ვახსენე და მე მაინტერესებს საერთოდ მაშინ როგორ მოხდი ამ პროფესიაში, როგორ მაგალითად სკოლის ასაკიდან როგორ გადაწყვიტე რომ ეკონომისტობა გინდოდა და მათემატიკა არ გსიამოვნებდა. თვითონ მათემატიკა კარგი რაღაცა არის. ან მათემატიკა ისეთი მეცნიერებაა, რომ როცა სწავლობ, აღფრთოვანებული ხარ, რა, მათემატიკით, მაგრამ ამ ყველაფრის უკან ძალიან დიდი შრომა დევს და თუ გინდა რომ რამეს მიაღწიო ყოველთვის ნებისმიერ სფეროში და განსაკუთრებით მათემატიკაში არ შეიძლება რომ ჩავარდნა გქონდეს ყველა საკითხი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ასე შემდეგ. მოკლედ მე მაინც ახლა დედაჩემის მხარე ჩემთან მათემატიკოსები არიან, ხო და ძირითადად ყველა ეკონომისტია და მეც როგორც ამ ყველაფრის გამგრძელებელი ტრადიციას არ უღალატე და დედაჩემის რჩევით და კიდევ იმის გათვალისწინებით რომ მაშინ უფასო ფაკულტეტი იყო ჩააბარა ეკონომიკაზე. ეს იყო ჩემი ესე ვთქვათ გადაწყვეტილების მიზეზი, რატომ და გამختارიყავი ეკონომისტი. საინტერესოა. ისე რომ ვთქვათ, სხვათა შორის, როგორც ესეთი, მეც ძალიან როგორც ბევრი აბიტურიენტი და საერთოდ სტუდენტიც კი არ ვიყავი გაცნობიერებული ამ სფეროში და შემდეგ უკვე ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევი მოკლედ და გავეცანი ეს ცოტა რთული საკითხია რა, ზოგადად ოჯახის გავლენით დღეს იმედი მაქვს რომ შემცირდება ეგ რიცხვი, მაგრამ დღეს ბევრი აბარებს რა ეგრე რომ ხშირად არ იციან რა უნდათ სადაბარებენ, რა დახვდებათ საერთოდ პროფესიებში რო წავლენ და მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ეს გადაცემაც სწორედ მაგისთვის არის რა, აქედანვე გავიცნოთ რა დაგვხდება უნივერსიტეტებში, საერთოდ როგორია სამუშაო გარემო სხვადასხვა პროფესიაში და ასე შემდეგ. იოსების ისტორიაც არ არის განსხვავებული. ოჯახის რჩევით და თავისი ინტერესით ჩააბარა უნივერსიტეტში და აღმოაჩინა რომ თავისი იყო ეს სფერო საერთოდ თუ? ხო, აი ეგ ძალიან საინტერესო ნაწილია სხვათა შორის. ვერ აღმოაჩინე. რატომ და პირველ და მეორე კურსზე განსაკუთრებით იმ იმედგაცრუებების გამო, რაც იქ შემხვდა. საერთოდ ახლა რა იმედგაცრუებებზეა ხო საუბარი. პირველ მეორე კურსზე, როგორც ახლა ყველა სხვა დანარჩენი, ძირითადად ისწავლება სხვა მეცნიერებები, მაგალითად
აი მათემატიკა რომ მოვიტანე წერან ღვაბერიძე და არც ისე კარგი დღეები გავიხსენე, მათემატიკაც წლებით თან დამდევდა. ხო და იქ უკვე უმაღლესი მათემატიკა იყო ჩასაბარებელი. უმაღლესი მათემატიკის გამოცდები არც ისე იოლი იყო და კიდევ იყო ალბათობა მათემატიკური სტატისტიკა. ეს იყო ყველაზე რთული საგნები მან რაც იყო რა. მაგრამ ეგენი არ იყო პირდაპირ ეკონომიკური საგნები. ზუსტად მაგიტომ ჩემი ინტერესი ცოტათი შემცირდა ეკონომიკასთან დაკავშირებით და აი პირველი იმედგაცრუება თუ არა, პირველი რაღაცა პატარა ნიშანი იმედგაცრუების მაშინ ვიგრძენი ეკონომიკასთან დაკავშირებით. მაგრამ დროთა განმავლობაში შემდეგ უკვე ეკონომიკური საგნები რომ შემოვიდა სასწავლო სილაბუსში, შემდეგ უკვე ყველაფერი დაალაგდა. შენ შემახსენე რომელ წელს ჩავარე? ეს იყო 2015-ში. 2015 წელს. როგორ ფიქრობ ახლა იქნება შეცვლილი რამე? დარწმუნებული ვარ რომ ცვლილება იქნება მინიმალური. დიპლომატიური. მაშინ შეგვიძლია რომ შენი გამოცდილება პირდაპირ მოუყვეთ. აი მაგალითად ეს ფეილი ახსენე შენ ამ საგნების და აი დღეს რას უნდა ელოდონ შენი აზრით ბავშვები უნივერსიტეტში რომ ჩააბარებენ, რამდენად სასიამოვნოა ზოგადად ამ პროფესიის შესწავლა უნივერსიტეტში. თუნდაც ეს პირველი მეორე კურსი უფრო რომ განვარცხოთ რა. თუნდაც ფეილები, თუნდაც რაღაცა თავის წარმატებები პატარა ან რითი ერთობოდით საერთოდ როგორ გავატარე სტუდენტობა შემდეგ ხო რა ძალიან მოკლედ. ხო, ჩემი სტუდენტობა ძირითადად გაგრძელდა მაღლივში. მოკლედ, ყველაც ნაცნობია. გამორჩეული სტუდენტობა ესე რომ ვთქვა, სხვებისგან განსხვავებული არ მქონია. ყოველდღიური სტუდენტური რაღაცა სხვადასხვა საქმეები იყო გასაკეთებელი, სემინარები, საჯარო ლექციები, მცირე პროექტებიც და რაღაც სხვადასხვა შეხვედრებიც იყო მათ შორის. მაგრამ აი სწავლის პროცესი თვითონ რაც შეეხება აი რამდენად მოსაწყენი თუ სახალისო იყო საგნები, რომლის სწავლაც სიმართლე გითხრათ საერთოდ არ მეხალისებოდა. მაგრამ იყო საგნები, რომელსაც უფრო მეტ დროს უთმობდი ზუსტად ამ სწავლისგან მიღებული სიამოვნების გამო. დოფამინის დონე იზრდებოდა მათთან დაკავშირებით. აი მაგალითად პირველ კურსზე გამოვყოფ ეკონომიკის პრინციპებს, გრეგორი მენკიუს წიგნს. ის ცოტა დღეს უკვე ძალიან მოძველებულია, მე თუ მკითხავთ. 2008 წლის გამოშვება არის და ალბათ ისე ამ წიგნით ასწავლია. მაშინაც გვინდოდა რომ შეცვლილიყო. თუმცა ეს საგანი აი პირველ კურსზე განსხვავდებოდა სხვა უფრო მოსაბეზრებელი საგნებისგან, ჩემთვის პირადად, რომლებსაც რა თქმა უნდა არ დავასახელებ. მაგრამ ეგ ნენელა ამ ყველაფერმა გაიარა. შემდეგ უკვე მეორე კურსი იყო ყველაზე რთული სხვათა შორის. მეორე კურსზე შემოვიდა ზუსტად მეორე კურსის მეორე სემესტრში ალბათობის მეორე ნაწილი, ალბათობა და მათემატიკური სტატისტიკა 2, რაც იყო ჩემთვის მართლა ძალიან რთული. ჩასაბარებლად არ არის რთული, მაგრამ ცოტა მეტი ქულების ასაღებად რთული იყო. და მოგვიანებით დაემატა ეკონომეტრიკა. ეკონომეტრიკა სხვათა შორის ძალიან საინტერესო მიმართულებაა, მაგრამ მე არ ავირჩიე. და რაც შეეხება იმათ, ვინც დღეს აბარებს, აი დღევანდელი სტუდენტობა წესით უფრო საინტერესო უნდა იყოს, ვიდრე მაშინდელი. იმიტომ რომ ეხა უფრო მეტი რაღაცა სხვადასხვა შესაძლებლობებია რა. ჩემთან მაშინ ეხა ნაკლები იყო დიდად მხოლოდ უნივერსიტეტი და სახლი იყო ძირითადი მიმართულებები, სადაც დავდიოდით. მაგრამ ეხა უკვე ბევრი რამ გაიხსნა და რავი, ალბათ დღეს ვინც აბარებს, კი უფრო საინტერესო და სახალისო სტუდენტობა და ცხოვრება იქნება. ხო და მეგობრებო, ვისაც გაინტერესებთ და დარწმუნებულიო რომ ალბათ აინტერესებთ ბატონო იოსებ. დღევანდელი სტუდენტების ცხოვრება საერთოდ როგორია, როგორ ერთობიან, როგორი აქვთ დროის მენეჯმენტი, რა საგნებს გადიან, საერთოდ როგორ სწავლობენ, მოკლედ უფრო გარკვეულები რომ იყოთ და მეტად ჩახედულები, შეგეძლიათ ნახოთ ჩვენი მეგობრების მიერ გადაღებული ერთწუთიანი ვიდეო და გაეცნოთ უკეთ დღევანდელი სტუდენტობის, კონკრეტულად ეკონომიკის სტუდენტის ერთ დღეს. სამებით მე ვარ ტავარსიმაშვილი, TSU-ს ინგლისურენოვანი ეკონომიკის ICT სტუდენტი და მე თესმინა მოკლედ გესაუბროთ უნივერსიტეტის შესახებ. პირველ რიგში, ჩემი აბიტურიენტობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ICT ჩაბარება არის ძალიან რთული, რადგან კონკურენცია საკმაოდ მაღალია და ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ მათემატიკით. ჩაბარების შემდეგ, რამაც პირველად გამაკვირვებად იყო ICT-ის შენობა, სადაც მხოლოდ ICT-ი მოსწავლეები დაიშვებიან, რაც ნიშნავს, რომ კომუნიკაცია მაღალ და თანაკურსელებთან არის ძალიან მარტივი.
შემდეგი შოკი, რომელიც AIESET-ში მქონდა, ალბათ მისი დახურული კურიკულუმია, რაც ნიშნავს, რომ წელიწადში გავდივართ მხოლოდ 6 საგანს, საიდანაც 5 არის აცილებელი, ხოლო 1 საგანს ირჩევ 2 შესაძლო არსებითი საგნისგან. AIESET-ს აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა, სადაც უმეტესი სტუდენტები მეცადინეობენ, თავისი კომპიუტერების ოთახი და საბოლოოდ ყველა საყვარელი სტუდრუმი, სადაც ყველაფერი ხდება ბურას თამაშიდან დაბადების აღნიშნამდე. მიუხედავად იმისა, რომ AIESET-ი ფორმულად არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გადასახადი მაინც 3500 ლარს შეადგენს. AIESET-ის მომავლის პერსპექტივა ძალიან მაღალია, რადგან თითქმის ყველა AIESET-ი მესამე ან მეოთხე კურსიდან იწყებს მუშაობას ინტერნაციონალურ ან ეროვნულ კომპანიებში. გავეცანეთ დღევანდელი სტუდენტების ცხოვრებასაც და იოსების ახლა რაღაც მოქვს მომზადებული და გავეცნოთ რენდომ თემებს. ნახოთ. კაცურად მითხარი, რომელი კითხვა გინდოდა აქ და რა ავიღო. ეს ჩემი დაწერილი არ არის, მეგობრებო, ეს ჩემი პროდიუსერი დაწერილია და მე წარვიცი. ამა ვნახოთ. შემდეგი კითხვა. დუ ტრამი. მაგიჭირა ასე წერილი. წერილი 17 წლის საკუთარ თავს რას ეტყობი? საინტერესოა. 17 წლის საკუთარ თავს ვეტყოდი, რომ პირველ რიგში შენი მიზანი გეპოვა, სანამ ჩააბარებდი და რაც შეიძლება მეტად დაახლოვებოდი თანამედროვე ტექნოლოგიებს, მაგალითად კომპიუტერს, პროგრამირებას, მაშინ პროგრამირება სხვათა შორის იგივე იყო, რაც ახლა არის AI. და კიდევ ერთს, რომ უნივერსიტეტის პერიოდში მარტო სწავლაზე არ გაჩერებულიყავი, ასევე დამატებით თუ შესაძლებლობა გექნებოდა გემუშავა, ოღონდ შეიძლება ისდაგვარად პროფესიით. და არა ესე რენდომად ხვდები. ხო, 17 წელსაკში ალბათ ცოტა რთული არის ჩემი ცხოვრების მიზანი ვიპოვა რა. მაგრამ რო ურჩევდი უკვე კაი, რა თქვენც იფიქრეთ მეგობრებო, გიჩვენეთ. ხო, ცოლი მოგეყვანა. ცოლი მოგეყვანა. 18-ის. აი, მოკლედ გადავიდეთ მეგობრებო, ახლა გავაგზავნოთ, ზოგადად გავეცნოთ იოსების კარიერა სრულად და ნახოთ სტუდენტობა რო დაამთავრა, როგორ განვითარდა მისი კარიერა და რას გვეტყვის. ხო, ჩემი სტუდენტობა, როდესაც დასრულდა, შემდეგ გაგრძელდა მაგისტრატურით და მაგისტრატურის პარალელურად კიდევ რაღაც სხვა პროფესიული ესე იგი უნარჩვევები შეძენით. მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ჩემი ეკონომიკური მიმართულება არ დაუკავშირდა ჩემ კარიერას და საერთოდ ეხა სხვა მიმართულებით ვმუშაობ. საინტერესო. დღეს სხვათა შორის დიდი გამოწვევა არის, რომ ქართული ბაზარი ყველა სტუდენტს ვერ იტევს, მოკლედ რო ვთქვათ რა და აი მაგალითად ჩემს შემთხვევაშიც თუ იყო ეგ, რომ საერთოდ რაღაც სხვა მოლოდინი გქონდა, სხვა დაგხვდა, ან თუ ინანე რამე მაგალითად. კი, ეგეთი მომენტი სხვათა შორის ბევრი იყო და დღესაც ბევრი რაღაცა თავს მახსენებს. ამიტომ ვურჩევდი ჩემ 17 წლის თავს, რომ შენი მიზანი გეპოვა შედარებით ადრე. ხო, ახლა ეკონომისტებს ზოგადად აი მაგალითად ბაკალავრს ეკონომიკის ბაკალავრს 400 ეკონომისტი ამთავრებს და ეგ ახლა ძალიან რთულია რომ 400-ვე ეკონომისტმა იპოვოს თავისი ადგილი ამ სფეროში. და ამას კიდევ სხვა დაუშვათ ოჯახური რაღაც საკითხები ემატება და სხვა ნებისმიერი მიზეზი. მაგრამ ამ გზაზე მე ავირჩიე საერთოდ სხვა მიმართულება და დღეს ვარ ამ მიმართულებით დასაქმებული, რომელიც იმ მიმართულებით დასაქმებული, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება ეკონომიკას. ხო, საინტერესოა ეს, ანუ გქონდა არჩევანი იმის, რომ მაგალითად ან შენ პროფესიას გაყოლოდი ან რაღაც როგორც თქვი. კი, მქონდა, არჩევანი მქონდა. მაგრამ ისე მოხდა, რომ ის სფერო, რომელშიც ახლა ვარ, მაშინ შედარებით ახალი იყო და როდესაც ამ ძალიან ბევრი ეკონომისტია, ისე ჩემს პროფესიაზე გადავალ, ძალიან რთულია, რომ შენ მათგან რაღაც განსაკუთრებული უნარჩვევებით იყო გამორჩეული. მაგრამ როდესაც თემა უკვე ახალია სამსახურს რაც შეეხება, ის თემა ის მიმართულება, ის პროფესია, ხო, საერთოდ ძალიან მოთხოვნადია და შენ შემცვლელის პოვნა ყოველთვის ჭირს, როდესაც რაღაცას დასაწყისში ვესწავლობ. მაგას შენს მაგალითად რაღაც წარუმატებლობად ან ფეილად მაგალითად. კი, ვთვლი, ოღონდ ნაწილობრივ. შემეძლო, აი, სიჯუტე ცუდია საერთოდ, მაგრამ არის საკითხები, რაშიც გჭირდება ჯიუტობა. შემეძლო ცოტა გავჯიუტებულიყავი და უფრო მეტი ბრძოლა ჩემი რაღაცა სურვილებისთვის ან ჩემი მიზნებისთვის. მაგრამ
საერთოდ ისე მოიტანა იმ დროს ყველაფერმა, რომ დავთანხმდი ესე რომ ვთქვა. ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე და აღმოჩნდი ესე. საინტერესო. ანუ შენთვის შეიძლება ესე ითქვას, რომ წარმატება აუცილებლად უკავშირდება კარიერულ წარმატებას? არა. შენს პროფესიაში. საერთოდ მე ვთვლი, რომ წარმატებულია. ეხლა მაგალითად ხელფასით ჩემი აზრით არის ზომება, მთლიანად წარმატება, არც შემოსავლითი ზომება წარმატება. რადგან იგივე ფეხბურთელს, რომელმაც უმაღლეს მწვერვალს მიაღწია, შემოსავალი გაცილებით დიდი აქვს, შეიძლება მან საერთოდ მილიონობით დოლარის ქონება დააგროვოს და ამავდროულად მეცნიერი დაუშვათ ნებისმიერ ეკონომისტი, რომელმაც თავის უმაღლეს მწვერვალს მიაღწია და ნობელის პრემია აიღო, მისი ნობელის პრემია $1,000,000 ნაკლებში ადგეს, მაგრამ ის მისი მწვერვალი, კარიერული მწვერვალია. მაგრამ არც ერთი არ არის წარუმატებელი, ორივე თავის სფეროს ლიდერია. ჩემი აზრით, საერთოდ წარმატების ფორმულა რა, როგორც ეგეთი, წარმატება გულისხმობს იმას, გიხაროდეს და მოგწონდეს ის, რასაც აკეთებ და ამით რა ბედნიერი იყო. ბედნიერებაა წარმატება და სხვა არაფერი. მოგად რახან ვერ განავითარა შენი კარიერა ისე როგორც გინდოდა. შეგვიძლია პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ რა. აი მაგალითად დღევანდელი გადმოსახედიდან შენი აზრით დაგასაქმებდა თუ არა AI. მაგალითად ეკონომისტის პოზიციაზე, ან რაიმე სხვა. ეკონომისტის პოზიციაზე ვარ ჩემი აზრით უწრფელად რო ვთქვა, არ დამასაქმებდა, მაგრამ ესე რომ ვთქვა entry level-ში, ანუ ძალიან junior-ად კი შესაძლებელია. ნიურად შესაძლებელი. ხო გავტესტოთ, მაგრამ გავტესტოთ და AI-ის მონაცემები ვნახოთ ახლა დაგასაქმებდა თუ არა შენი გამოცდილების და CV-ის მიხედვით ზოგადად. მოკლედ როგორც AI გეუბნება junior ეკონომისტად დაგიყვანდა ბატონო იოსებ, აღარ თრად უფროსობას და უფროს ეკონომისტობას ვერ გვპირდება რა. სკილები როგორც ჩანს. შენს თეორიულ განათლებას აღიარებს და გეუბნება ფუნდამენტი საკმაოდ ძლიერი და იდეალური და 90% ტექნოლოგიური სკილები AI კომპიუტერი და კალკულატორი იცი დღევანდელ ბაზარზე ეს უდიდესი პროცესია კალკულატორი ბევრმა არის. არა. ფინანსური ბაზრები, კრიპტო, აქციები, ობლიგაციები 80% შენს უნარებში დაინახა სხვათა შორის შენს CV-ში რომ გაქვს კრიპტოსთან და აქციები რაღაც შეხება. რაც გვეუბნება ამაზე რომ ანალიტიკური აზროვნება სახეზია და საკმაოდ პროგრესული პიროვნება ბრძანდებით. ენები ინგლისური და რუსული 75% საერთაშორისო ბაზისთვის საკმარისია. პრაქტიკული გამოცდილება ეკონომიკაში 20%. ეს არის თავი ბონუსი. რადგან ამჟამად სამთო მიმართულებით მუშაობთ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ იმ ძლიერი ფუნდამენტის გათვალისწინებით რაც აქ წავიკითხეთ, გაქვთ პოტენციალი რომ ეკონომისტად დაიწყოთ მუშაობა. ანუ თქვენ არ ვიცით რამდენად მიიჩნევთ ამას სწორად ზოგადად. და ესე დაიწყებდით თავიდან კარიერის სკემას. ახლა? თუ კარგი შესაძლებლობა გამოჩნდებოდა, კი, აუცილებლად. საერთოდ აი ერთი ადამიანისგან ვიცი, ერთი ჩემი თანამშრომლისგან. ერთი ლექტორი ყავდა და იმამ თქვა ასეთი რამ და თქვენც კარგი იქნება თუ დაუჯერებთ ამ ადამიანს თუ 3 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე სამსახურში, ერთსა და იმავე თანამდებობაზე მუშაობ, მაშინ უნდა წამოხვიდეთ და სხვა მიმართულებით უნდა გააგრძელოთ. სხვათა შორის ადრე უსმენდი ერთ-ერთ coach, რომელიც საუბრობდა ზუსტად მაგას. აი მილენიალები თუ გისმენენ ახლა, ხო, მილენიალების თაობა, აი მათ თუ ის იყო დამახასიათებელი კარიერაში სამსახურისადმი ერთგულება. მათ შეეძლოთ წლები გაეტარებინათ და დღესაც ახლა სადაც მე ვმუშაობ, 35-40-45 წელი ერთსა და იმავე თანამდებობაზე, ერთი და იგივე გრაფიკით, ერთი და იგივე რუტინა, ყოველდღიურობა, აბსოლუტურად ერთი და იგივე, მაგრამ აი შენ კლასიკური ჯენზი ხარ ესე იგი. ისაც არის რომ ალბათ უნდა გქონდეს შესაძლებლობა და ყველას უნდა თავისუფალი უნდა გიწყოდეს რა ცხოვრება იმაში ხელს რომ რაღაც გადახვიდე პროფესიებში და ამ შემდეგ. გონია რომ ჯენზი მაგას უფრო მარტივად მოახერხებს რა. იმიტომ რომ ტექნოლოგიების განვითარებულია. ეხლა ალბათ მილენიალების დროს რაღაცა ბევრი რო გესწავლა ერთად, მაგის ფუფუნება არ იყო რა. არა, მაგდენი შესაძლებლობა ნამდვილად არის მილენიალების დროს. მე ჯენზი ვარ. შენ ჯენზი ვარ. პირველი თაობის თუ მეორე არ ვიცი ზუსტად. როგორ იცი.
მაგრამ ნახე, მან კიდე რა არის, იცი, საინტერესო ჯენზის აი კვლევები რაც იდება ხოლმე. ყველაზე ნაკლები ლოიალობა აქვს თავისი სამსახურის მიმართ. და სხვათა შორის ესეთი რაღაცა დოკუმენტიც მაქვს ნანახი, არ ვიცი ევროკავშირის იყო თუ ზუსტად აღარ მახსოვს, მოკლედ ესეთი დოკუმენტი იყო გამოცემული 2030 წლის მიმოხილვას აკეთებდნენ და 2030 წლისთვის ან ადამიანები საშუალოდ მაგ დროიდან მოყოლებული სამსახურს, არა მხოლოდ სამსახურს, არამედ პროფესიას გამოიცვლიან თავის ცხოვრებაში 5-დან 10-მდე. 2030 წლისთვის. ხო, აი დაახლოებით ეგ იქნება 2030 წლის მიდამოებში. ეგეთი რაღაცები დაიწყება. ჩვენს თაობაზეა, საუბარი მეგობრებო. მაგდროს უკვე თქვენ იქნებით პრინციპში entry level ჯობებზე, უფრო მიდამ საშუალო თანამდებობებს ნელ-ნელა დაიკავებს ჯენსი. საინტერესოა. ნუ მეორე მხრივ შეიძლება საშიშიც იყოს რა, თავის რისკები აქვს ალბათ მაგასაც და საინტერესო თემაა მოდით. და ყველაზე სახალისო რა არის ხოლმე, იცი? აი მაგალითად თაობებს შორის დაპირისპირება რომ მიდის უკვე სამსახურში. როცა დაუშვათ წინა თაობის მილენიალი ცდილობს რომ ჯენზი გადმოიყვანოს თავის რელსებს. ეგ არის ხოლმე ყველაზე რთული და ცოტა სახალისოც არის ხოლმე სანახავად, იმიტომ რომ ამას ესე არ წარმოუდგენია ცხოვრება, მათი არგუმენტი არის რომ მე მთელი ცხოვრება აქ ესე და ესე გავატარე ასეთ წვალებაში და ჯენზის რომ უყურებენ რომ მას უბრალოდ არ აინტერესებს, ის მხოლოდ ხელფასისთვის არის იქ მისული და კარიერისთვის არ არის მისული, ამას უბრალოდ რა ხშირად ჭკუიდან გადაყავთ ხოლმე და ვერც გავამტყუნებთ სხვათა შორის. ვერ გავამტყუნებთ რა, ანუ ეგრე აქვს მასწავლი, ეგრე ცხოვრობენ და უკვირთ რა, ახლა როგორც ჩვენ რაღაცებში ვერ უგეთ, ისინიც ალბათ რაღაცებში ვერ უგებენ. რა თქმა უნდა, ოჯახში ხდება ეგ ხო, რა თქმა უნდა. სამსახურში. კაკრა შენ ხარ ხიდი რა ჩვენს. ხიდი. წინაკაცი უკანასხია. ნუ გადავუხვეწოთ თემას, მაგრამ ნუ ნახოთ რაზე დაგასაქმებდა AI, გვეუბნება რომ საერთო შესაბამისობა პოზიციასთან 70%-ია რა და ამ 70%-ით გასაქმებს საბროკერო და საინვესტიციო კომპანიებში. აქციებისა და კრიპტოსწოდნის გამო რა. ეს ზერო რა არის? Fintech სტარტაპებში, fintech. ნუ სტარტაპებში, სტარტაპებში, სადაც ინოვაციები და AI ფასობს. და სამთო კომპანიების ფინანსურ დეპარტამენტში. ეს მაინც რა გაცინა. რადგან ნუ შენი გამოცდილება ახლა ამ შემთხვევაში ამ მიმართულებით უფრო მეტია ვიდრე ეკონომიკა და მაგით ალბათ თორე მე განმეორდები რომ შენ პოტენციალი ეკონომიკაში ნამდვილად გაქვს და სხვათა შორის ზუსტად ეგ არჩევანი მქონდა წინა ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდი არჩევანზე რომ დავსაქმებული ხარ თუ არა ჩემი პროფესიით და AI-ც ფიქრობს რომ უნდა დავსაქმებულიყავი. მაგრამ სიმართლე გითხრა რაც ამ 5 წელია რაც აქ ვარ დასაქმებული რაც აქ გავიარე ძალიან ბევრი რამ მასწავლა ადამიანთან ურთიერთობაში ამ ყველაფერმა და მე საერთოდ არ ვარ ამ წლების მიმართ უმადური პირიქით ვფიქრობ რომ ესეთ გამოცდილებას სხვაგან ვერ მივიღებდი. ძალიან კარგი. Overall, მოკლედ რო ვთქვათ, მაინც მოხარული ვარ რომ გადაწყვეტილება მივიღე მიუხედავად თავისი სირთულეებისა. კი, თავარია გას რაც აღანაც ვახსენეთ რომ თავარია კმაყოფილიყო იმ დროს საკეთებ და რაღაც ბედნიერებას განიჭერდეს რა. ნუ კმაყოფილი იყო რა. კმაყოფილი ხელფასი არის. აი რა ხარ ესე წავიდა შენი საქმე, მაშინ გადავიდე ცოტა დრო გადავახვიოთ უკან და აი 18 წელს რო იყო რა და 1000 ლარი რო გქონდეს, აი რას გააკეთებ? შავზე დავდებდი. ამას ამოვიჩინე ალბათ. არა, არ დავდებდი. 1000 ლარი რომ გქონდეს და 18 წლის რომ ვიყო. საერთოდ აი ამ კითხვას ვსვავდნენ ხოლმე სხვათა შორის უნივერსიტეტში და სტანდარტული პასუხი ჰქონდა ყველას. აი არსებობს ეკონომიკაში ეს ალტერნატიული დანახარჯების თემა. ერთს თუ გააკეთებ, ან მეორეს ვეღარ აკეთებ და ეს არის შენი ალტერნატიული დანახარჯი, რასაც ვერ აკეთებ და ვერ გააკეთებ ვერასდროს. და იქ ყოველთვის ვსვავდნენ ხოლმე ასეთ კითხვას. დაუშვათ $100 გაქვს ამერიკული ზიგნი დოლარებში. და რას გააკეთებდი და ყოველთვის იყო ჩამონათვალში ბანკში შევიტანდი ანაბარზე. ეხლა რო უყურებ. უბრალოდ ყულაბაში ჩავაგდებ. უბრალოდ ყურებაში ჩავდე რატო?
1000 ლარი სიმართლე გითხრა არაფერში მეყოფ. ისეთ განსაკუთრებულში არ მეყოფა, რომ შავი დღისთვის ხო, შავი დღისთვის შევინახავთ, რომ აი რაღაც კარიერული რაღაცა ისეთი გადაწყვეტილება მიმეღო, რომელიც აი იქიდან გადახრიდა კომპასს და სხვა მიმართულებით წამოყვა. არა, მაგრამ აი ხო შეიძლება რაღაცა 1000 ლარი საწყისი კაპიტალი რო გაქვს, შეგიძლია რა რაღაც ნაბიჯები გადადგა. თუ ხარ დაინტერესებული საერთოდ მაგით და ფულის კეთებით, რავი, ჩემი აზრით შეიძლება რაღაცები გაკეთება რა. არის რაღაცები არის, მაგალითად იგივე აქციების ბაზარი, კრიპტო, სხვა თემები, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ სხვათა შორის სუს ბიტკოინი არ მომივიდოდა, მაგრამ დიდი ნაჭერი მომივიდოდა ბიტკოინი. ისე რომ წელი იყო ეგ? ბიტკოინი ეს იყო დაახლოებით 30000 დოლარი ღირდა მაშინ. ეხლა არა, 18 წლის ეგ იყო როცა დავამთავრე 30018 წლის ეს იყო 2016 წელი. იაფი იყო. იაფი იყო საკმაოდ. შეგეძლო გეყიდა და დღეს აქ აღარ იჯდებოდი. კი. ხო, და აი 18 წლის გავიგეთ რომ ჩააგდეთ ყულაბაში შენ 1000 ლარს. მაგრამ მე ერთი კითხვაც მაქვს რა, იოსები საკმაოდ სერიოზული ეკონომისტია. აი ლატარიაში რომ მოგიგო მილიონი რა. რას უზავდი მაგას? მილიონს? მილიონს ანაბარზე შევიტანდი. მილიონს ანაბარზე შევიტანდი. და აი პირველი რას გავაკეთებდი მილიონი. მე უძრავ ქონებაში დავგამდე. მილიონი რომ მომიგო, სიმართლე გითხრა, სამსახურიდან წამოვიდოდი. 300000 დოლარია მეტი არ არის. სამი ბინა მოგივიდეს. ხო, სხვა რა უნდა ქნა რა. ანუ შენი გამოცდილებით ყოველ შემთხვევაში ვერაფერს ვერ ისა რა. შენი გამოცდილებით მაგიტომ მაინტერესებდა რა. კარგი, 100000-ად ვიყიდოთ ერთი ბინა, 200000. 100000 ჩავდოთ ბანკში დოლარებში. აი აუცნებ. და ხო, რა ვიცი, გავაქირავოთ. გავაქირავოთ, ბინები. ან მეორე ვარიანტია რაღაცა კომერციული ფარტი აშენო და ის გააქირავო. რადგან ახლა პირველი ვარ მე საერთოდ ამ გადაცემაში სტუმრად პირველად ვარ და საერთოდ სტუმრიც პირველად არის. გაბა მე დაგისვამ კითხვა, შენ რა საქმეა? რა საქმეა? მე დაბისთვის სტუდენტი ვარ, მეორე კურსს ვამთავრებ წელს. და სხვა საქმეებსაც ვცდილობ რომ ვაკეთებ რა, აგერ აიონი და კიდევ სხვა პროექტები. გვინდა მოგეკეთო ჯენსის განვითარებაში რაღაცა წვლილი შევიტანოთ რა. არა მარტო ჯენსის, არა მარტო ჯენსის, რა თქმა უნდა. ხო, ესე არქიტექტურის სტუდენტი ხარ, მოგწონს თვითონ სწავლის პროცესი და თვითონ ეგ პროფესიაც. კმაყოფილი ვარ ზოგადად უნივერსიტეტითაც, ყველა შემიძლია თქვა. არის რაღაც საკითხები, რაც შეიძლება უკეთესობისკენ დაიხვეწოს, მაგრამ საერთოდ ჯამში კმაყოფილი ვარ ზოგადად სფეროც საინტერესო არის ჩემთვის რა. აღნიშნავ რომ ამ სფეროს მიმართ საერთოდ ინტერესი გამიჩნდა დაახლოებით მე-7 მერვე კლასში და საინტერესო როგორ გამიჩნდა რა, უბრალოდ ნახაზები ვნახე რაღაცა რეკლამაში რა. და მეთქი ის რა არის რაღაცა და ჩავიძიე მე და მივედი ამ სფერომდე რა და ზოგადად ეგ არის რა, ჩემი აზრით, ანუ მე ცოტა მალე ვიპოვე შეიძლება ეგრე ითქვას რა, რაც მაინტერესებდა, ანუ მე-7 მერვე კლასში და რომ მაგას ვფიქრობ, თან ამ წლების განმავლობაში ბევრი სხვა ვარიანტებიც მქონდა რა ვიცი. იურისტობაც მინდოდა, უფრო კონკრეტულად გამომძიებელობაც მინდოდა. იურისტობა იყო სხვათა შორის მეწერა, მეც იურისტობა, მაგრამ იურიდიული ფაკულტეტი, მაგრამ ჩემთვის იყო იურიდიული ფაკულტეტი და დღემდე რჩება, არ ვიცი, ისეთ მიმართულებად, რისგანაც ყოველთვის შორს დავიჭერ თავს. ჩვენთან. არა, არაფერი პირაზული იურიდიული სტუდენტებს. ეს არჩევანია რა, ხა ზოგს ის ურჩევენ, ზოგს ურჩევენ. ხო, მეორე ვარიანტი მქონდა, პროგრამისტობაც მინდოდა. მე რავი, დიზაინერობა მინდოდა, UI UX-ის და ამ მიმართულებებს დღესაც მივყვები რაღაც მხრივ რა, იმიტომ რომ მართლა მაინტერესებს და მომწონს. მაგრამ მაინც ძირითადი არქიტექტურა ავირჩია რა და არქიტექტურა და დიზაინი სხვათა შორის ახლოს არის. UI UX-ი შეიძლება არა, მაგრამ ძალიან ბევრი რამე. კი, ანუ ზოგადად არქიტექტურა და დიზაინი ერთმანეთს უკავშირდება, თუნდაც აი ელემენტარული როგორ რაღაცა ფერები, განლაგება, კომბინაციები, კომპოზიციები და ასე შემდეგ რა და ალბათ ეგ რა ხარ მიპოვე, ეგ კოდი რა, შემში ესე რომ ვთქვათ, მე რაღაცებშიც განმოვითარე რა და იმედი მაქვს, კი არა და მიზანი მაქვს რომ ამ სფეროს გავყვები ბოლომდე და წარმატებები. მადლობთ ამის რომ გამისრა მოკეთ ხალხმა, სხვათა შორის უცოლოა. ჯერ არ ვაფიქრე ესო
სანამ დაგემშვიდობებით, მეგობრებო, ჩვენი კომუნიკის შესახებ შეგახსენებთ. გეტყვით, რომ მუხტების დაგროვება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. ერთ-ერთი ასეთი კითხვა არის გამოიცანით დღევანდელი ეკონომისტის საშუალო ხელფასი. თვიური რა თქმა უნდა და ვინც პირველი დაწერს კომენტარებში სწორ პასუხს ან მინიმუმ რეინჯს მაინც ვინც ახლოს იქნება მოკლედ ამ კითხვასთან ის მიიღებს გარკვეული რაოდენობის მუხტებს და არ დაგეზავართ ალბათ თქვენიცით ბევრი საჩუქარი, ბევრი პროექტი, ბევრი კურსი და საინტერესო სეზონი გელოდებათ წინ. მოგეთ, მადლობა მეგობრებო, მადლობა იოსებ რომ გესწრებნე. საინტერესო გადაცემა მოიყო და იმედი გვაქვს რომ ბევრი საინტერესო ფაქტი, მოსაზრება და იდეა გაიგეთ ჩვენი პირველი გადაცემიდან. კპილებით რომ უფრო მეტად დაიხვეწება და თუ ვინმეს მობეზრდა რაღაც პერიოდი განმავლობაში შეგიძლიათ დასკროლოთ. შეგიძლიათ დასკროლოთ და გადაახვიეთ რავი რაც გიათისკნათ დაიხვეწება რა მოკლედ და რავი დაგვასოფორტებენ რა იმედია. ნუ მოიწვინე. ხიალურ ნოტაზე გემშვიდობებით. დავაი, ადუში. ეხლა ის კადრი გადავცვალოთ.